მინდა გაგაცნოთ საფრანგეთის შატო ლემიელარეტის დირექტორი ეიღე კლობი, რომელსაც ახლა კაცში თავად ხედავთ. ეიღე წარმოშობით ჰოლანდიელია, ქალაქ ასტენიდან. ასტენი ეს არის ქალაქი და მუნიციპალიტეტი, რომელიც ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ასტენი ცნობილია როგორც სამეფო ზარების ჩამოსასხმელი ქალაქი. ეიღე კლობი კვირაში ერთხელ სამშაბათობით დამსვენებლებს აცნობს შატოს წარმოშობის ისტორიას. ასე რომ, თავად მოусმინოთ ახლა მას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მოგესალმებით. მე ვარ ამან-სამლის ხელმძღვანელი ეიღე კლობი. ლემიელარეტის ეს კომპლექსი შევიძინე 2001 წელს. ჩემ შვილთან ერთად, რომელიც არის ტურიზმის განვითარების პროფესიონალი სპეციალისტი. კასტელი შატო ლემიელარეტი მე-14 საუკუნეშია აშენებული. ამ ტერიტორიაზე ლემიელარეტის გარდა კიდევ არის რამოდენიმე შატო, კერძოდ შატო ვენტადორი და შატო დევალი, რომელიც მე-18 საუკუნეში დაწვეს და დღეს ნანგრევებიღაა დარჩენილი. შატო ლემიელარეტი ააშენა მე-14 საუკუნეში საფრანგეთის დიდგვაროვანმა მდიდარმა ფამილიე, ანუ საგვარეულომ ნატასანისა და კასტელ ვენტადორის ოჯახმა. შემოსასვლელ ტერიტორიაზე შეამჩნევდით მაღალ კოშკურას, რომელიც ქვით არის ნაშენები. ეს უნიკალური კოშკურა შატოსთან ერთად აშენდა და ის წარმოადგენს წყლის სამარაგ კოშკს. ასევე ამ კოშკშივე მოთავსებულია დენის მოწყობილობაც. და მინდა გითხრათ, რომ წყალიც და ელექტროენერგიაც ერთდროულად მიეწოდება ლემიელარეტის მთელ ტერიტორიას. კოშკურა აშენებულია სპეციალური არაჩვეულებრივი ქვებით და დღემდე ფუნქციონირებს შეუფერხებლად. ეს პანოკი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, 1580 წელს არის მოქსოვილი. ამ ოჯახის დიდგვაროვანი ქალბატონის თხოვნით. ის ხანძლივად ავადმყოფობდა და მის ყოველივე სურვილს უსრულებდნენ. აი ეს კომპოზიციაა გამოსახული ამ პანოზე. ქალბატონი ტრადიციულ ტანისამოში. რაც შეეხება პანოს, თვითონ ორიგინალი ნაკსოვი არ შენარჩუნდა და ამიტომ კოპიო დავამზადებინე ოსტატებს. ეს ლუსტრა კი ორიგინალია, რომელიც 400 კილოგრამს იწონის. ასევე ორიგინალია მთლიანად მთელი ავეჯი და ვცდილობ არ შევეხო არაფერს. არ ვაკეთებ რესტავრაციებს, რადგან მინდა პირვანდელი ფორმით შევინარჩუნო ამ კომპლექსის სიძველე და მისი ორიგინალურობა. როგორც გითხარით, ეს ტერიტორია 2001 წელს შევიძინე იანვარში. ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს და მხოლოდ აპრილის ბოლოს მომცეს უფლება დამეწყო მუშაობა. თითქმის 4 თვე მომოწმდნენ თუ რა სახსრებით შევიძინე ეს კერძო საკუთრება. მინდა გითხრათ, რომ მარტო ჭერი გავარემონტე. ძალიან საინტერესო კონსტრუქციით არის ნაშენები, რაც მხოლოდ ხელით არის შესრულებული და მეც იგივე ხერხს მიმართე. 2 წელი არემონტებდა ერთი ოსტატი და ისიც მხოლოდ ხელით აკეთებდა ყოველივეს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია მისი აღდგენა. დაუბრუნდეთ შატოს ისტორიას. 1920 წლიდან შატოს მფლობელები გახდნენ რეინერ კანარის საგვარეულონი და ისინი დაეპატრონენ ლემიელარეტის ტერიტორიას, რომელიც თავისი უნიკალურობით საფრანგეთის ასეულში შედის.
თუნდაც საჯინიბო, რომელიც ძალიან პოპულარულია. აქ ადგილობრივ უყვართ ამ დარბაზში ქორწინების აღნიშვნა, რომელიც კორეზეს ტრადიციების მიხედვით შაბათობით იმართება. მთლიანად შატო ლემიელარეტის კომპლექსის შეძენაში გადავიხადე 1,200,000 და ერთი ამდენი დამიჯდა მთლიანად მისი აღდგენა მოწესრიგება. აქვეა ტერიტორიაზე ხისახლი კონგო, რომელიც შატოსთან ერთად აშენდა მე-14 საუკუნეში. აქ ამ შენობაში ჩამოსახლებული ყავდათ კონგოდან ხალხი და ისინი ცხოვრობდნენ, როგორც მომსახურენი. ხოლო რა ბედი ეწიათ შემდეგ, მათ ეს არ არის ჩემთვის ცნობილი და ვერც მივაკვლიეთ. შენობა მაშინდელი მასალებით არის აგებული და მთლიანად შენარჩუნებულია თავისი სიძველით დღემდე. შემდგომში საგვარეულო კანარევისა რაღაც მიზეზის გამო პერსონ ნონ გრატად გამოცხადა. მაშინდელი მთავრობის მიერ, რაც როგორც გავიგეთ, გადასახადების გადაუხდელების გამო იყო გამოწვეული. მთავრობამ ჩამოართვა მათ ეს ქონება და მთლიანად გადასცა მაშინდელ ბურგომინისტრის ახლობელს, რომელსაც დაევალა ამ კემპინგის გარემონტება და მთლიანად მოვლა პატრონობა. ეს პიროვნება იყო ვინმე ბატონი ლაფონტე. მინდა გითხრათ, რომ ფაშისტური გერმანიის დროს კასტელში გერმანელებს ჰქონდათ საოპერაციო ოთახი. 1966 წელს გარდაიცვალა ბატონი ლაფონტე და მისი ოჯახსაც იგივე პრობლემები შეექმნათ გადასახადების გადაუხდელობის გამო. 1966 წელს გარდაიცვალა ბატონი ლაფონტე და მის ოჯახსაც იგივე პრობლემები შეექმნათ გადასახადებთან დაკავშირებით და მათაც ჩამოერთვათ ეს ქონება. ლაფონტეს გარდაცვალების შემდეგ კი ლემიელარეტი სამფლობელო იყიდა ცნობილმა კომპანია პეჟომ და რენო ერთობრივად. რენოსა და პეჟოს თანამშრომლები თავიანთი ოჯახებითა და ბავშვებით ყოველ წელს იცვენებდნენ ამ არაჩვეულებრივ სამფლობელოში. ამავე 1966 წელს ამ ტერიტორიაზე აშენდა ბუნგალოები. ხოლო მოგვიანებით 1980 წელს ხის შატოები. აი ეს მოკლე ისტორია, რაც ამ უნიკალურ ადგილსამყოფელოს უკავშირდება. და როგორც მოგახსენეთ, 2001 წლიდან დღემდე ვარ ამ სამფლობელოს პატრონი. ასე რომ სურვილებს შეგიძლიათ გვეწვიოთ და ეზიაროთ ლემიელარეტის ბუნების სიმფონიას. La Sinfonie de la Nature. და მართლაც რომ ბუნების სიმფონია ჟღერს ამ ზღაპრულ სამყაროში. და მოდით კიდევ ერთხელ ერთად დავტკბეთ ამ სილამაზით, რომელსაც ეიღეკლობი დიდი სიყვარულითა და სიფაქიზით ევლება თავს, როგორც ამ ულამაზესი ტერიტორიას, ასევე თითოეულ დამსვენებელს. ამიტომ მე შეგნებულად ეიღეკლობს ლემიელარეტის რაინდის შევარდნა.
ამ პატარა ისტორიის მონათხრობის შემდეგ ეიღეკლობს თავადსთხოვე ინტერვიუ, რომელიც სიამოვნებით დამთავრდა და ეხლა გთავაზობთ მას. გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი. მე ვარ ეიღეკლობი, 67 წლის. 2001 წლიდან ვარ ლემიელ-არეტის მეპატრონე. მანამდე მე ცხოვრობდი და მუშაობდი სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ მე კოსმოპოლიტი გავხდი. ყველა ქვეყანაში თავს გრძნობ როგორც საკუთარ სახლში. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ლემიელ-არეტში. როგორ უყურებთ თქვენ თავს როგორც ლემიელ-არეტის მეპატრონე? როგორც მეპატრონე ლემიელ-არეტისა ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ თავისუფლება, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, ყოველდღიურად უცნობი ხალხის გაცნობა მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სიამოვნებს, რომ აქ ჩამოსული ადამიანები უდიდეს სიამოვნებას ღებულობენ აქ დასვენების შედეგად. რა სიტყვით მიშაზე? მიშა არის უნიკალური პიროვნება, კარგი ადამიანი, რომელიც ასწავლის ჯამბეის რიტმებს დამსვენებელად. აქ სპეციალურად ჩამოდიან ადამიანები, რათა მიშასთან გაკვეთილები აიღონ. ის დიდი იმპულსია ჯამბეის სწავლის პროცესში. ისინი სულიერად ისვენებენ და ეცნობიან ახლოს მიშას. რა იცით საქართველოს შესახებ? მე ვეპატიჟები ქართველ ხალხს საფრანგეთში კასტელ ლემიელ-არეტის დასასვენებელ პარკში. მე ვიცი, რომ ქართველ ხალხს ბუნება ძალიან უყვართ. ვიცი, რომ შესანიშნავი ქვეყანა აქვთ. მე ვიცნობ როგორც ზღვის სანაპირო მხარეს, ასევე მთიან ნაწილს. მე მჯერა, რომ მათ აქ დასვენება დიდ სიამოვნებას მოუტანთ. ინტერვიუს ბოლოს მიშამ ჩემი თხოვნა შესთავაზა ეიღეს. პიკასოს ჩემს მეგობარს უნდა საჩუქრად გადმოგცეს მის მიერ გრაფიკაში შესრულებული ლემიელ-არეტის ჩანახატები, რომელიც აქ გატარებულ დაუვიწყარ 42 დღეს ეკუთვნის. Dankjewel, Picasso.